სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ამინ. დღეს ეკლესია აღნიშნავს და ზეიმობს დღესასწაულს იერუსალიმში დიდების შესვლას უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. დღევანდელი დღესასწაული თავისებური შეხსენება მეორედ მოსვლისა, როდესაც მაცხოვარი მოვა მთელი თავისი დიდებით, ანგელოსთანა და დამთავრდება მიწიერი ცხოვრება. დადგება აღსასრული მიწიერი სამყაროსი და განისჯება ყოველი ადამიანი. მაგრამ დღევანდელ დღეს იერუსალიმი ის მცხოვრებნი, რომლებიც ეგებებოდნენ ქრისტეს, არა იმ თვალსაზრისით ეგებებოდნენ მას როგორც ზეციურ მეუფეს, როგორც ღმერთკაცს, არამედ მათი ამ ზეიმის მიზეზი იყო შეხვედრა სასწაულ მოქმედთან, რომელმაც აღადგინა მკვდრეთით ლაზარე და მათ ებრაელ ხალხს ჰქონდათ იმედი, რომ იგი იქნებოდა მათი მეფე, მიწიერი თვალსაზრისით და არა სულიერი თვალსაზრისით. და სწორედ ამიტომ სულ რამოდენიმე დღის შემდეგ ისინი, რომლებიც დღეს ოსანას სახელით ეგებებოდნენ იესო ქრისტეს, ხმამაღლა იძახოდნენ უკვე რომ ჯვარსაცვი. აი მათი დამოკიდებულება ასეთი იყო იესო ქრისტეს მიმართ. ისინი ხვდებოდნენ არა როგორც ღმერთკაცს, არამედ როგორც მეფეს, მიწიერს. და როდესაც დაინახეს, რომ იგი არ ქადაგებდა მიწიერი გამარჯვების შესახებ, არ ქადაგებდა იმის შესახებ, რომ ის იქნებოდა მათი მიწიერი მეფე და ისრაელის ყველა მტერთაგან განმანთავისუფლებელი, რომელიც შექმნიდა ისრაელს მსოფლიო მბრძანებელს, არამედ იგი ქადაგებდა ცათა სასუფეველის შესახებ, სულის ხონების შესახებ, მარადიული ცხოვრების შესახებ, მათ ეს ვერ გაიგეს, არ მიიღეს და მათ ეს არ აინტერესებდათ. მათი საფიქრალი მხოლოდ მიწიერი ცხოვრება იყო. ამიტომაც იძახდნენ ისინი სულ რამდენიმე დღის შემდეგ ჯვარსაცვი. თუ ღრმად ჩაუკვირდებით ჩვენს აზროვნებასაც, ჩვენ ფიქრებსაც, როდესაც რაღაც ხელი არ გვემართება მიწიერ ცხოვრებაში, შეიძლება ასე კადნიერად არ გამოვხატავთ დამოკიდებულებას ღმერთის მიმართ, როგორც ეს გამოხატეს ჯვარცმის წინ ებრაელებმა, მაგრამ ჩვენც დორწმუნვაში და ჩივილში ვარდებით და ვამბობთ, რატომ დაუშვა ეს ღმერთმა, რატომ არ მოხდა ესე. ანუ მთელი ჩვენი ცხოვრების წესით სწორედ მიწიერ საზრუნავებით არის დაკავებული და მიწიერი განზომილებებით საზღვრავთ ჩვენს სარწმუნოებას. ამიტომაც ვიწოდებით ჩვენ ურწმუნოებად და უკეთეს შემთხვევაში მცირედ მორწმუნეებად. ამ თემაზე ალბათ კიდევ სხვა დროს შემდეგ გვექნება საუბარი. მოусმინოთ მღვდელმთავარ ილია მინიატის მოკლედ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით და შემდეგ ასევე ძალზე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც წმინდა ზიარება ქვია. ჯოჯოხეთის შემუსრველმა, სიკვდილის მძლეველმა, ცხოვრების დამბადებელმა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ 4 დღის მკვდარი ლაზარე აღადგინა, ხოლო მეორე დღეს იერუსალიმში შევიდა.
ამ დიადის სასწაულის შესახებ ცნობამ და ასეთი სასწაულ მოქმედის მოახლებამ მთელი ქალაქი შეძრა. ვინა იგი ეკითხებოდნენ ერთმანეთს. პასექის დღესასწაულზე შებროვილი მრავალრიცხოვანი ერი ერთგვარად ღვთაებრივი ნებით მოქმედი მას როგორც ისრაელის მეფეს დიდი ზეიმით ღებულობს. ერთნი წინ მიდიან, სხვები უკან მისდევენ, ზოგი რტოებს ჭრის, ზოგი მათ მიწაზე ყრის, სხვები გზაზე თავიანთ სამოს უფენენ და ყველანი პატარა ბავშვებიც კი ერთმანეთს შეზახიან. ოსანა კურთხეულარს მომავალი. არსებობს სამი აუცილებელი პირობა, რომელიც ჩვენ ქრისტიანებმა უნდა შევასრულოთ. როცა უწმინდეს საიდუმლოსთან ზიარებით უფალ იესო ქრისტეს მოვიღებთ. პირველ რიგში ჭეშმარიტი სინანულით განვიძარცოთ სოდვის სამოსი, რომელსაც ამდენ ხანს ვატარებდით. დაუტოვოთ უწინდელი, მავნე ჩვევები. განიძარცვეთ ძველიგი კაცის საქმითა მისითურთ. და მეორე, სრულიად მოქცეულებმა სამი დიდი მტრის, ხორცის, სოფლისა და ეშმაკის დამფრგუნველებმა რტოები ავწიოთ. შემდეგ სულიერი სიხარული და შემოსრული გულის ლხენით ცხოვრების პურის წმინდა ტრაპეზს მივიახლოთ სიტყვებით ოსანა კურთხეულარს მომავალი სახელითა უფლისათა. ამიტომ ახლა მინდა გესაუბროთ წმინდა ზიარებაზე და ვფიქრობ, რომ ამის შესახებ სიტყვა აუცილებელია მათთვის, ვინც ამ წმინდა დღეებში ეზიარება უწმინდეს ხორცსა და სისხლს უფლისა ჩვენისა. პირველეს ყოვლისა მინდა გიჩვენოთ, რომ ეს უდიდესი საიდუმლო ერთ-ერთი უდიადესი საქმეა ღვთაებრივი ძალისა, ყოვლად ბრძნობისა და მადლიანობისა. მეორედ გითხრათ იმის შესახებ, თუ როგორი მომზადება მართებთ ზიარების მსურველთ, რათა ეს ზიარება მათთვის იყოს არა სამსჯავრო ან განსასჯელი, არამედ ცოდვათა დატევება და ცხონება. დღევანდელი ზეიმის გათვალისწინებით ყოველივე ამას მოკლედ ვიტყვი. ჩვენ არ გვესმის, რანაირად ხდება, რომ მის დროებით შობაში ქალწულისაგან, დედაკაცისაგან დროში იბადება მარადიული ღმერთი, მაგრამ მაინც ხვდებით, რომ იბადება, რამე თუ სრულყოფილ ადამიანს ხედავთ. ჩვენ არ გვესმის მის ნებაყოფილობით ვნებასა და სიკვდილში, როგორ ევნება და კვდება უბნებო და უკვდავი ღმერთი, მაგრამ ხვდებით, რომ ის ევნება და კვდება, რამე თუ ვხედავთ მას, როგორც ჩვენსავე მსგავს ადამიანს, ჩვენი ბუნებითი უზლურებით მოსილს, მოციქული სიტყვებით, მცირე რაიმე ვიცით. ღვთაებრივი ევქარისტიის საიდუმლოში კი პურისა და ღვინის სახით ღმერთკაცი სიტყვა ფარავს თავის ღვთაებრიობას, რამე თუ არ გვევლინება ღმერთად, ასევე ფარავს თავის კაცობრიws, რამე თუ არც ადამიანად გვევლინება. ის გვევლინება როგორც მხოლოდ პური და ღვინო. ამიტომ გონება ღმერთკაცის სიტყვის ვერც ერთ ბუნებას ვერ ცდება, ვერც ღვთაებრიws, ვერც კაცობრიws. ეს საიდუმლო ყოველგვარივ დაფარულია. მოდით ამ ქვეყნის ბრძენო, რომლებმაც გონების გამჭრიახობით ბუნების საიდუმლონი გააცხადეთ. მოდით ეკლესიის ღვთისმეტყველნო, რომლებმაც სულიწმინდის ხელმძღვანელობით საღვთო წერილის სიღრმეები გამოიკვლიეთ. განსაკუთრებით ვუხმობ ზეციურ ქერუბიმებს, ღვთაებრივ საიდუმლოთა ამ მრავალრიცხოვან მესაიდუმლოებს. აქ მოდით საშინელი საიდუმლოს ამ წმინდა ტრაპეზთან. ის, რასაც ხედავთ, პური და ღვინოა, მაგრამ მათში მთლიანად ღმერთკაცი იესოა. მათში არ არის ღვთაების ნიშანი, რომლიდანაც დაასკვნიდით, რომ ის ღმერთია, მაგრამ განა არისა კაცობრივი ნიშანი იმისა, რომ ის ადამიანია. არა, ის დაფარულია როგორც ღმერთი, დაფარულია როგორც ადამიანი, მთლიანად დაფარულია. მან შობით ჭეშმარიტად ღვთაებრივად განილია თავი, რამე თუ მან ღმერთმა მონის სახე მიიღო და სიკვდილამდე მორჩილ იქნა. ვნებით განილია კაცობრივადაც, რამე თუ ევნო სიკვდილამდე. მაშინ ჩანდა ადამიანი, თუმცა დაფარული იყო ღმერთი. ახლა ღვთაებრივ ევქარისტიაში მან თავი სრულიად განილია, ისე რომ არ გაცხადებულა არც ღმერთად, არც ადამიანად.
ამიტომ ევქარისტია საიდუმლოთა საიდუმლოა, უპირატესი საიდუმლო, ყოველმხრივ დაფარული, რომელიც ბუნებრივსა და გონების ყველა კანონს აღემატება. ამიტომ ევქარისტია ეს უმაღლესი მოფიგრებაა ღვთაებრივი ყოვლადბრძნობისა. შემდგომ ის, ანუ ევქარისტია, ღვთაებრივი მადლის უძვირფასესი ძღვენია, რამე თუ ღვთაებრივი სიყვარულის განსაკუთრებული ნიშანია. ამასვე მოწმობს იოანე, რამე თუ შეიყვარნა თვისნი იგი, ამას სოფელსა შინა და სრულიად შეიყვარნა იგინი. ანუ თეოფილაქტეს განმარტებით გააცხადა მათზე სრულყოფილი სიყვარული. მთელი სიყვარული, როგორითაც შეიძლება შეიყვაროს ღმერთმა ადამიანმა. განხორციელებაშიც დიადი სიყვარული გაცხადა და ვნებაშიც, მაგრამ ეს ყოველივე სიყვარული არ არის, რადგან ერთხელ აღსრულდა. ლიტურგიაზე კი ის ყოველდღიურად საიდუმლო ქმედებაშია, ყოველ დღე მსხვერპლად შეიწირება, მეტიც წმინდა პურში ისე ტანჯვას დაითმენს, როგორიც ჯვარზე არ დაუთმენია, შენიშნავს ოქროპირი. ჯვარზე მისი სხეული არ დაუნაწევრებიათ, არა განუტეხნეს წვივნი მისნი, წინასწარმეტყველები ძვალი, არა შემუსროთ მისი. წმინდა პურში კი ის მრავალ ნაწილაკად ჰგიებს, რათა მრავალნი აღავსოს. ის მთლიანად სიყვარულია, რომლითაც ბოლომდე შეგვიყვარა. ქრისტიანო ზიარება გსურს ამ წმინდა პურს და ბარძიმს ხომ ხედავ წმინდა ტრაპეზზე. ეს ქრისტეს ხორცი და სისხლია. ეს თვით ღმერთია ხორცი, იქ ცეცხლია ღვთაებისა, ღირსეულთა განმანათლებელი და გამწმენდელი, უღირს და დამწველი. ნუ შეეხები, ნუ მიუახლოვდები, ჯერ ხალმნი წარიხადენ ფერხთაგან შენთა, ჭეშმარიტი აღსარებით გახსენი კვანძები შენი ცოდვებისა, რომლებშიც გახლართულია შენი სული. ვინმესთან იჩხუბე, ჯერ წყენის საკრველი გახსენი და წართმეული სამართლიანობით დააბრუნე. შენ რუსსა და მეძავს დანებდი, ამდენი ხანი აცთუნებდი ყველას და სოდავდი, გაწყვიტე ხორცის აპაურნი. შენი დამონებული სული ეშმაკის ხელიდან გამოიხსენ. წარიხადენ ხალმონი ფერხთაგან შენთა, რამე თუ ადგილი ეგე, რომელსაც დგა შენ, ქვეყანა წმინდა არს. საკურთხეველი, რომელსაც უახლოვდები, რომელშიც შედიხარ, წმინდა ტრაპეზია. ადგილი, რომელზეც დგახარ და ეზიარები, წმინდათა წმინდაა. აქ უხილავად არიან წმინდა ანგელოზნი. ისინი შიში და თრთოლვი და მოწიწებით იფარვენ სახეს. აქ იდგნენ ბასილი, ოქროპირი, ადამიანები, მარხვით განლეული წმინდანები, სული სიწმინდით მიწიერი ანგელოზნი, რომლებმაც ყველა მიწიერი ბორკილი დაამსხვრიეს და მაინც თავიანთ უღირსობას ინანიებდნენ. ერთი ამბობდა, უწყი უფალო, რამე თუ უღირსად მოვიღე პურსნელსა ხორცსა შენსა, კერძოდ ბასილი დიდი. მეორე კი ამბობდა, უფალო ღმერთო ჩემო, უწყი რამე თუ არა ვარ ღირს, წმინდა იოანე ოქროპირი. შენ კი უთვალავი ცოდვით სულის შემბილწველო, რომელთა მიტევებისათვის წუთითაც არ გილოცია, არ მოუახლოვდე აქაურობას. ჯერ წარიხადენ ხალმონი ფერხთაგან შენთა, ჯერ ყველა საკრველნი განხსენი, ყველა დაბრკოლება გადალახე, გათავისუფლდი, აღიარე, გამოსწორდი, შეინანე, ამგვარად განხსნილი, მიტევებული, შემსუბუქებული, მოდი, მოეახლე, მაგრამ კვლავაც მოწიწებითა და ყურადღებით. მოსემ იმისათვის, რომ მიახლოებოდა ადგილს, სადაც ალმოდებულ მაყლოვანში ღმერთი იყო, ხალმონი წარიხადა, როგორი შიშითა და თრთოლვით უნდა დაებიჯებინა იქ, სადაც მაყლოვანი და ცეცხლი იყო. შენც ასევე უნდა განისტიდე შიშსა და თრთოლვას, როცა გულზე ხელებს დაიკრებ და წმინდა ზიარების მისაღებად ბაგეს ხსნი. წამს უფალო, რომ შენ ხარ ღმერთი, უნდა თქვა შენ. ვაღიარებ, რომ ცოდვილი ვარ, წამს, რომ შენ ცეცხლი ხარ შემცველი. ვაღიარებ, რომ ბალახი ვარ გამხმარი. მე ცოდვილი არა ვარ ღირსი, მოგიახლო ღმერთს, რათა არა დავისაჯო. მე თივა ცეცხლს, რათა არა შევიწვა. მაგრამ რადგანაც მიხმობ და მეძახი, მე უწმინდური მოვდივარ შენთან, როგორც სინათლის წყაროსთან, რათა განვიწმინდო.
სნეული შენთან სულთან მკურნალთან რათა განვიკურნო მკვდარი შენთან ცხოვრების პურთან რათა აღსდგე მოვდივარ განსანათლებლად და განსაწმენდელად სწორედ იმიტომ რომ ცოდვილი ვარ და უღირსი მოგიახლები რათა არ ვიყო შორ შენგან რათა ჩემს სულს მტერი არ დაეპატრონოს ამიტომ ვაღიარებ რომ უღირსი ვარ ცოდვილი ვარ მაგრამ შენ ხომ ცოდვილთა საცხოვნებელად მოხვედი ხოი მაცხოვნე ოსანა ურთხეულ ვარს მომავალი სახელითა უფლისად ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგურთხოთ